მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით და დღეს აი ამ საათში იქნება ზარები შემოშვებული და აუცილებლად დარეკეთ, ვისაც აი ახლა ჩვენ ხო ვიწყებთ მარხვას რაღაცა, ოღონდ აი პოლიტიკასთან დაკავშირებით ცოტა მოვერიდოთ საუბარს, იმიტომ რომ აი მართლა მინდა რომ რაღაცნაირად ეს მარხვა ისე ჩავატაროთ, რომ თქვენი გამოცდილებაც რომ რაღაცნაირად გაგვიზიაროთ. ხა ბევრი ადამიანები უყურებთ ჩვენ გადაცემებს და რაღაცნაირად ალბათ ბევრი ფიქრობთ რაღაცა ზოგ შეტანა გინდათ რაღაც კორექტირება გინდათ რაღაცა თემის სიტყვაზე, ზოგს რაღაცა კითხვის დასმა გინდათ, სულ მეუნებით ხოლმე. მოდი ჩვენ დავსვათ კითხვები, მე შევეცდები ხოლმე აუცილებლად რომ რაღაცნაირად სასულიერო პირებსაც ეს ყველაფერი მივაწოდო და რაღაცნაირად ერთად განვიხილოთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მოისმენს ამ ყველაფერს და ვის რა პრობლემა გვაქვს, შეიძლება მე გავითვალისწინო რა და ჩვენ უთხრათ ერთმანეთს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ მარხულობთ ხოლმე რაღაცას ყოველთვის აი ამდენი ხანია მორწმუნენი ვართ რაღაცა, მაგრამ ყოველთვის რაღაცა გვაქვს კიდე სასწავლებელი იგივე მარხვებში რა. იგივე რაღაცა აღმოაჩენ ხოლმე ბევრ ახალ რაღაცას, ხო? აი ამ შემთხვევაში ძალიან რთული გახდა თვითონ ადამიანისათვის მარხვაც, ხო, თითქოს ხო უნდა პირიქით გაიოლდეს, რომ უკვე 1000 ჯერ გიმარხულია და ეხა 1001 მარხვას ატარებ, მაგრამ ეხა უფრო გირთულდება ადამიანს და აი თქვენი გამოცდილება მინდა აუცილებლად რომ გაგვიზიაროთ და რა არის საჭირო იმისათვის, ეხა აი ამ აღდგომაში, საერთოდ მარხვებში, აი რომ შეიწიროს ღმერთმა ჩვენი მარხვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გვაქვს ხოლმე ეს მოწოდებით ვართ ესეთი მორწმუნენი რაღაცა, მაგრამ რაღაცა მაინც ბოლოს რაღაცა მარილი აკლდება ხოლმე ჩვენ ამ მთლიანად სულიერ ცხოვრებას და ამასთან დაკავშირებით ხა უბრალოდ რაღაცა მიზეზები მინდა რომ ყველამ თქვენი თქვათ რომ რაღაცნაირად ერთიანად ესე სხვათა შორის კაი გადაწყვეტილებაა როცა არის ხოლმე თავისუფალი საათი აუცილებლად ესე იმას უნდა ყოველთვის გამოვიყენებ ხოლმე იმისათვის რომ თქვენი ხმა ისმოდეს ოღონდ გეხვეწებით აი სულ პოლიტიკით ხო იცით გადატვირთულია საერთოდ დღეს ტელევიზიები საერთოდ ეთერები და რაღაცნაირად სულს მივაქციოთ ყურადღება რომ ეს ყველაფერი ის ტკივილი სიმძიმეები გადავიტანოთ აი რა ხნეობა გვმართებს ჩვენ და რა ნაბიჯების გადადგმა გვმართებს აით ნომერი არის მითითებული და აუცილებლად თქვენ შემეხმიანეთ მეც ჩემ რჩევებს მოგცემთ რაღაცნაირად იმ რჩევებს რაც მე გამომიცდია და სიტყვაზე რაც მგონია რომ გამოსასწორებელი მაქვს და რაღაცნაირად ერთად გადავწყვიტოთ თუნდაც მოძღვრებს საკითხები დაუსვათ ან რომ მივდივართ ხოლმე სასულიერო პირთან ან ეკლესიაში რომ მივდივართ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა გვმართებს რისი დანახვა გვმართებს იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაა რომ ეხა დღეს მაგალითად ჩვენი მტერი რასაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებს ხოლმე ხო ეკლესიებში რომ მივდივართ ხოლმე ხშირად გვაჩვენებს ხოლმე ცუდ რაღაცებს რომ ანუ ცუდ რაღაცებს რა ანუ ჩვენი ხედვით რაღაცა ბრძოლები მოდის ისეთი რომელთაც შემდგომ ეკლესიას უპირისპირდებით ხოლმე და აი ჩვენ სად უნდა გავჩერდეთ ხოლმე როცა რაღაცა იწყება რატო იწყება ესეც რომ მივხვდეთ ხოლმე ძალიან მინდა აი ამასთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ აი ეკლესიაში წასული ადამიანი მოდის და სულ სხვა რაღაცის გამო სხვა რაღაცა მოაქვს და დაბკოლებულია თან. აი მაგალითად მინახავს ადამიანი, რომელიც ეკლესიაში წავიდა და მოსულა და მე შემხვდა ვიღაცა ცუდი მესანთლე ან ცუდი მრევლი სიტყვაზე და ეს შეუმჩნევია. აი მოდით ამასთან დაკავშირებით ჩვენ თქვათ, უნდა შევამჩნიოთ ხოლმე თუ არა ის ადამიანები ან ის ფაქტი, რაც შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ან რატო იმოქმედა? აი ამაზე ხო უნდა დავსვათ კითხვა, რომ აი მაგალითად მე რომ მივდიოდი ტაძარში, როცა რაღაცამ დამაბკოლა და მე ვეღარც შევედი, ვეღარც ვეზიარე, ვეღარც რის გამოც მივდიოდი, ვერცი საქმე ვერ გავაკეთე სიტყვაზე და ვერ მივედი ღმერთამდე, რატო მოხდა ეს? აი სულ ამას ხსნი ხოლმე, ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ეს მომენტი, რომ ვამჩნევთ 1000 რაღაცას ჩვენი გასაჭირის გარდა ეკლესიაში და ამ დროს ადამიანები როგორ ვართ იცით რომ ჩვენ აუცილებლად უნდა იქ რო ვართ აი ეკლესიაში როდის მიდიხარ როცა შენი ტკივილი გაქვს შენი პრობლემები გაქვს და თან ღმერთის ის ჯვარცმა და ის გაწუხებს რომ ჩვენ როგორ მოვექცით ღმერთს და ამ დროს ნახეთ აი ხლა ეკლესიაში მისულები რას ვამჩნევთ რა გვაბკოლებს და მე შემდგომ ამ ყველაფრისა რა მოგვაქვს აქეთ ხო წარმოგიდგენ ხა მიდიხარ ეკლესიაში იქ ვიღაცა ცუდი სტიქაროსანი იყო იქ ცუდი მღვდელი იყო ცუდი რაღაცა და ჩვენ ამ დროს ჩვენი ის მთავარი რისთვისაც ჩვენ ეკლესიაში მივიდით გამოგვეპარა ეს რატო ხდება აი უბრალოდ მეც კითხვა დამისვამს ხოლმე რომ აი რატო მოხდა ესე იმიტომ რომ მე ესე იგი რაღაცა კარგი უნდა მომხდარიყო ის უნდა გამეკეთებილა და ეს რატო ვერ გავაკეთე იმიტომ რომ მე შევამჩნიე ეს და ყურადღება ბოროტმა გადაიტანა ამას მიხვდით აი ეგ არის პრობლემა და გეხვეწებით აი აუცილებლად ჩვენ ყურადღება მივაქციოთ ხოლმე იმიტომ რომ ესეთი რაღაცები სულ იქნება თან ბოროტმა რო იცის რომ სიტყვაზე ჩვენ ამ ყველაფერზე წამოგვაგებს აუცილებლად გამოვა ამ სვლებს რომ ჩვენ ამ ყველაფერმა დაგვაბკოლოს და ეს დაბკოლება საბოლოოდ ვის ვნებს
ისევე ჩვენ ხო ეკლესიაში წასული, შემდგომ ვეღარ მიდიხარ ეკლესიაში და ძალიან ცუდია. მოდი უპასუხოთ ზარს და ძალიან მაინტერესებს. სხვათა შორის ბევრი ადამიანებად რაღაცის გამო დაბკოლებული რაღაცა კონკრეტიკა არ მინდა, უბრალოდ თქვათ, რომ აი გამოსავალი რაში აქვს. ჩვენ ერთად მოვძებნოთ. გისმენთ ზარია ეთერში? ალო. გისმენთ? მოგესალმებით, გენაცო. ბატონო გურამ, თქვენთან შეკითხვა მაქვს ესეთი. შეახ. თქვენ თელავთან კავშირი თუ გონიათ ბავშვობაში? ვისთან? თელავთან. არა, თქვენ სხვა გარეკავთ, სხვათა შორის სახელი შეგეშალათ. ხო, თუ ალო. დიახ. თქვენ შეიძლება სხვა გარეკავთ, მამაო მყავდა წეღან და მოძღვარი წავიდა, მამაოს ჰქონდა თელავთან კავშირი, მაგრამ მე თქვენთან ძალიან ნაცნობი არა, კარგი. არა, გაიხარით. რამე კითხვის დასმა ხო არ გინდოდათ, სხვა შეიძლება რომ ეგ მაინტერესებდა. არა, თელავ სამწუხაროდ ჩემ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ეს მხარე და ეს ადამიანები, საერთოდ მის მოსახლეობა, ხო? სამწუხაროდ ჩემ და არ მქონია და აუცილებლად მექნება, პირობას გაძლევთ რა, იმიტომ რომ ხშირად ძალიან ბევრი წეღანაც მოძღვარი რო იყო, კახეთიდან იყო და ძალიან მიყვარს ეს მხარე და რა ვიცი, ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო არის და მადლობას გიხდი, ძალიან კაი ხალხი ხართ და თქვენთან ისეთი სიკეთე არის, რომ რაც თელ ადამიანობას ახარებს ხოლმე რა, თქვენთან რო ამზადებენ, ეგრე ღვინოს არსად არ ამზადებენ და მადლობა ამისათვის, მადლობა თქვენ მხარეს საერთოდ, იმიტომ რომ ღმერთმა არჩია, რომ აი მად მოსულიყო ეს, ანუ ყველგან არის, მაგრამ მანდ განსაკუთრებით რაღაცა დახვეწილი გაქვთ ეს ტექნოლოგია და მადლობა ამისათვის. აი ამ შემთხვევაში ახლა უბრალოდ მინდა რომ კიდე იმას ვქნა, რომ ხშირად ყოფილა ხოლმე, ხა თქვენ რა გონიათ, რომ ჩემი სფერო რა არის, წარმოგიდგენთ, მეც დაუპყოლები ვარ ვიღაცას, მეც მომქცევიან ცუდად, მეც რაღაცა ყოფილა ეს შემთხვევები. უნდა იყოს კიდევაც, უბრალოდ ჩვენ უნდა გაგვზარდოს, როცა შენ ვიღაცა გექცევა ცუდად. შენს მიმართ რაღაცა არის დაშვებული, ხო? აუცილებლად უნდა იცოდე, რომ ეს რისთვისაც ხდება, თუ ამას ჩაუღრმავდი, აუცილებლად ძალიან მაგრა გაიზდები და თა როგორ გაიზდები, იცი, სხვა ადამიანისათვის შეიძლება შენ პედაგოგი გახდე, წარმოიდგინე, რომ შენ მაგალითზე მე ისწავლოს, ხო? გეხვეწებით რა, ეს აუცილებლად იქნება. ეკლესია არის ამ ღმერთი როგორი არის, იცით, რომ ყველა ადამიანისათვის გააღო კარი, გულის კარი გააღო და ყველა ადამიანისათვის ეცვა ჯვარს. აი ჩვენ რო უკანასკნელ ადამიანად მიგვაჩნია, ის უკანასკნელი ადამიანიც არის ღვთისათვის ყველაზე დიდი სადარდებელი, წარმოიდგინეთ. ეხლა აი თქვენ რო შვილი ყავდეთ და ამ შვილმა არ გაამართლოს, ხო, როგორ დარდობთ, ხო ამას. წამგი ხა ღმერთი როგორ დარდობს მის შვილზე, ხო? ის რო სიტყვაზე ვიღაცა ვერ შედგა, ვიღაცამ თქვენ დაგაბკოლათ, ვიღაცა ამის უკან ძალიან მაგრა მუშაობს ბოროტი რა. აი ამ ბოროტს ჩვენ არ უნდა ავყვეთ, იმიტომ რომ ამ ბოროტს ჩვენ თუ ავყვებით, ესე იგი ბოროტი მის საქმეს აკეთებს. ბოროტი მუშაობს, რომ აი მაგალითად შენ განახებს ვიღაცა სასულიერო პირს ან ეკლესიის მსახურს ცუდად, გამოაჩენს ცუდად და შენ ამის გამო აღარ მიდიხარ იმ ეკლესიაში. გასაგებია შენი პროტესტი, მაგრამ ამ დროს საბოლოოდ რა ხდება? წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ კარგავთ რამხელა რაღაცას. ეკლესიაში რო არ მიხვდით, აი თქვენ როგორ ვფიქრობთ, რას კარგავთ, ხო? ღმერთს პირველ რიგში, ხა ჩვენ შეიძლება დავიწყოთ, რომ აი მე ჩემი რაღაცა მომხედავს ღმერთი რაღაცა ჩემითის, მაგრამ ანუ იქ არის ძალიან ადვილი, რომ შენ ღმერთთან წარმოიდგინეთ, ცოდვებს მოინანიებ, ძალიან ბევრ სიკეთეს გააკეთებ, ხო? ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე, რომ აი სიტყვაზე მოძღვარი არ მოგწონს, ან ვიღაცა არ მოგწონს და ამის გამო შენ შეიძლება არ წახვიდე აღდგომის წირვაზე, ან შობა არის ზეიმო, რაღაც აი ამასთან დაკავშირებით აშუაშია რომელიღაც მოძღვარი, ხო? ან შენ შეიძლება ეძებე კარგი და ვერ ნახე. ხო ეგრე არის, ხო აი აუცილებლად ჩვენ ამასთან დაკავშირებით აი ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას, მით უფრო მეტად ბევრ ცუდ ადამიანს ნახავთ იქ. ოღონდ ცუდ ადამიანს კი არა, ჩვენ რო გვეჩვენება და ჩვენ რო იმას გვიზამთ, იმიტომ რომ ადამიანები საერთოდ თვითონ ადამიანებსაც პრობლემა აქვს და ჩვენც არ ვართ კარგები. ხო მიხდით, ჩვენ აი სოლიდარობა რა არის, რომ იმ ცუდს რო ნახავ, აი რა უნდა გიხაროდეს ხოლმე საერთოდ და რა უნდა გწყინდეს, ხო? ჯერ ის უნდა გიხაროდეს, რომ შენ შეიძლება რომ იმაზე უარესი ყოფილიყავ. შენ შეიძლება რომ ისეთი იყო, შენ შეიძლება ზუსტად ის დააშავ და მადლობა ღმერთო, რომ სიტყვაზე სადღაც დამინდე, რომ აი მეც ესეთი არ ვარ.
ხო, ოც იმით კი არა რომ სიამაყი და თავში აგვივარდეს, უბრალოდ წარმიგე ხარ ამხელა დანდობაა, რომ შენ არ შეგებთ, ხო? ეგ როცა შეიძლება და შენ შეგფთხოვდა და შენც ყოფილიყავ ის იგივე ცოდვებში. ხო სიტყვაზე, მაგრამ რაღაცას აგაცილა, ხო ღმერთმა და ასე რომ აი იცოდეთ რა ძალიან ადვილია სხვის საქმეზე აქედან ლაპარაკი ადვილად, მაგრამ აი იმ საქმეში როცა იქნები, მე მიხვდები თუ რა რთულ ცხოვრებას გადის ან რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული რა. ასე რომ აი გეხვეწებით ყოველთვის, აი ყოველი წყენის უკან, ყოველი აი თუნდაც აი რაღაცა დაუნახაობის ტკივილის, ასე შემდეგ, ამ ყველაფრის უკან ის ადამიანი გაითვალისწინეთ, თუ რატომ ხდება, ან რატომ მოხდა, რომ ეს ადამიანი აი ეს წყენა აქამდე ჩვენამდე მოვიდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ მარხვებზე რომ ვლაპარაკობ და ჩვენსას აი რაღაცნაირად არ იწირება თითქოს არაფერი, ხო? ეს იმის ბრალი არის, რომ აი ჩვენ აი ამ ჭანჭიკებზე და ამ წვრილმანებზე ვამახვილებთ ყურადღებას და ის მთავარი გამოგვჩება ხოლმე. აი ეგ არის პრობლემა და ზარი არის ეთერში. მოდით მივიღოთ და კიდე იქნებ თქვენც აი დაგვეხმაროთ თუ რაღაცნაირად ყველამ ერთად თქვათ ჩვენი სათქმელი. გისმენთ? სახელმწიფოებისა გიორგი. მოგესალმებით. ძალიან გიყვართ იცოდეთ. შემოგევლით. თელ საქართველოს. დიდი მადლობა. ყველას. ძალიან გიყვართ. შემოდიხართ ის სახლებში. ეს გულებში და ისრა იმედს ვაგლებს. თქვენი სიტყვები, თქვენი საუბრები და თქვენი სტუმრები. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. არჩეული მამაო, არჩისკოსაი, სიტყვას საინტერესო, ყველაფერი საინტერესოა და მადლობა გიხდით. მე პირადად ავათავად და ვერ დავდივარ. და ამიტომ მიხარია თქვენი გამოცემა და შემოგევლით. სულ ყურებთ ხოლმე, ყავთ, აი არ გათიშოთ რა ტელეფონი, არ გათიშოთ ყურმილი, აი ავატყობებსაც რომ მოიხსენიეს ხოლმე ის მაბედნიერეს. ძალიან დიდი მადლობა. ერთი წას ავატყობებს რომ მისთვის, ის არის სტეფან მოდის დაპის. შემოგევლით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ბედნიერი ყავი, მილოდა თუ გახარებული ყავი და აი ის რა კონდეს შენი სიხარულია და მიყვარს ყველაფერი შენი სტუმარია. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. არ გათიშოთ თუ შეგიძლია ცოტა ხანი იყოთ, რომ აი მართლა ეგ მაძლებინებს ხოლმე, რა თქვენაირი ადამიანი ხართ, თქვენ რო ხართ იქ და რო გვისმენთ რა, ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ რო აქედან რაღაცნაირად აი თუნდაც ერთი სიტყვით რო გამხნევთ, აი ჩემთვის იცით რა მხელას ნიშნავს. ზუსტად ვიცი რომ ალბათ პირველად არეკეთ საერთოდ სადღაც და აი ისიც ამ ეთერში და მადლობა ამ ტელევიზიას. დიახ. რეკავთ ხოლმე სადმე, ჩემი გადაცემის გარდა დაგირეკიათ კიდე სადმე? ობიექტში დამირეკი. ხო, მადლობა დიდი. აი ამ ყველაფრისათვის დიდი მადლობა და იცით ჩვენთან პირველად დავრეკე, მაგრამ სულ მინდა თქვენთან არა ადრე ტელეფონს აწვდით და არ მინდა ხელისმეცალა. აი დრო რომ მექნება ხოლმე თუ იქნება, მე მაძლევენ ამის საშუალებას, მადლობა მართლა ამ ტელევიზიას, რომ ესე რაღაცა მიგვიღო რა. ეს არის მართლა ეკლესიისათვის გაღებული კარი არის, აი მართლა ჩემი ეკლესიის საათი. მოყავთ მამაო საათი და მაზიარებენ. ხო, დიდი მადლობა. ჩემი ნაცნობები, ჩემი მეზობლები, ჩემი მეგობრები და მამაო მოყავთ საათში, შავი ნაცნობი მამაო. და ზიარებას ვეგულობ საათში. დიდი მადლობა. რო შეგაწყვეტ. დასამოთ მადლობა პირიქით. ეხლა ნახეთ, უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად სულ მოგიკითხავთ ხოლმე, სულ ყოველთვის გქონდეთ ხოლმე ჩემი იმედი და ჩვენი იმედი და აი მადლობა, აი მართლა ეხლა აი ამ ტელევიზიას უბრალოდ აი რამხელა სიკეთეს აკეთებს ხოლმე, რომ სულ ფიქრობ ხოლმე, რომ რამ გადაარჩინა, იმიტომ ძალიან მართლა ბევრი პრობლემები, ბევრი ბრძოლები გაიარა, ბევრი რაღაცა უსამართლობები რაღაცა და მაინც მოდის ეს ტელევიზია, რაღაცა აი ყველაფერი აი უპოვარი ტელევიზია, აი მართლა რაღაცნაირად, მაგრამ მოდის თავისი და აი თქვენაირი ადამიანები რომ აი ამის იმედად არის აი სულ ფიქრობ ხოლმე რომ აი მე რო პატრიარქმა მაკურთხა ამ გადაცემაზე ხო ამ ტელევიზიამ კარი რო გამიღო იმის მერე ჩემთვის არასოდეს დაბკოლება არ შექმნილა იმისა რომ აი ისა რა ქვია აი სიტყვაზე ძალიან დიდი ბოდიში გიორგი რაღაცა სულ პირიქით გვეხმარებიან ხოლმე და ამისათვის მადლობა ეხლა როგორ არ უნდა უთხრა მადლობა ამ ადამიანს პატრიარქს ეს აი ამ ხელა სიტყვას ეკლესიისას ყოველთვის ითვალისწინებენ და სოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა მითხარით ნებისმიერი არხი მითხარით სადაც 2 საათი
მიტროპოლიტი მოვა დაჯდება და 120 წუთი მყოლია მეუფეები, აგი მჯდარან, წარმოიდგინეთ, ამხელა ქადაგებებია. 120 წუთი. არც ერთ ტელევიზიაში არ ხდება, არც ეკლესიურ ტელევიზია რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ არც ერთ რელიგიურ, არც არხზე, არც ქვეყნებში არ ხდება, რომ 2 საათი სასულიერო პირი ზის და ქადაგებს და ძალიან დიდი მადლობა და სხვადასხვის ეგი სიკეთეა, რამაც ეს ტელევიზია გადაარჩინა, იმიტომ რომ ყველასათვის არის ეს ამ ტელევიზიის კარი ღია და ძალიან ბევრი ადამიანისათვის დღეს სხვადასხვა არხებზე რო არიან, დიდი ტრამპლინი ყოფილა და დიდი სტარტი ყოფილა ამ ტელევიზიიდან და მადლობა ამისათვის და ის მოძღვრებს რო ეხება ხოლმე ყოველთვის აქ ეს დრო არის დათმობილი და დიდი მადლობა ამისაც მართლა რო არ უთხრა ეს მადლობა მართლა გულით ეკუთვნით ჩემგან და მადლობა ილიას, დავითს, ირმას, ავიცი ვინც არიან აბსოლუტურად ის ადამიანები ვინც ზრუნავენ იმაზე, იმიტომ რომ არ არსებობს მე ხა საპატრიარქოში რაღაცა ნებისმიერი საკითხი რაღაცა მინდა განხილვა ის რომ პრობლემა არ არის ხოლმე აქ და თან სულ სწორად როცა მიდის ხოლმე მიმართულება ყოველთვის ხარს უჭერენ ხოლმე და მადლობა აი არ არსებობს რომ აბა წადით ეხლა და ნებისმიერი ეკლესიის შენებლობა ან რომ ვიღაცაზე გამოცხადება საქველმოქმედო ის რომ უჭირს რაღაცა გამოაცხადებინეთ აბა აქ ნებისმიერს მოუტანია და გაუშვიათ რომ დაეხმარონ იმა და მადლობა ამ ყველაფრისათვის ხო და რა ვიცი ბედნიერებას გისურვებთ ყველას იმ ადამიანს ვინც აი ამ სიკეთეს ხარს უბავთ და ხელს უწყობთ რა იმიტომ რომ ვისაც ესმის რომ ეკლესია არის მთავარი ის ადამიანები არ დაიღუპებიან იმიტომ რომ ეს ყველაფერი დროებითია შეიძლება ამის გამო რაღაცებს გადავაწყდეთ სიტყვაზე ისეთ რაღაცებს რაც წინააღმდეგობებს რაღაცებს მაგრამ ეს ყველაფერი ჩაივლის ჩვენ როდესღაც დრო მოვა და ერთი ეპოქა ვიქნებით როცა წარვდგებით ღვთის წინაშე და ჩვენ მოგვეთხოვება ის ჩვენ კარგად ცხოვრობთ აქ ცუდად ცხოვრობთ როგორ ცხოვრობთ ჩვენ რაღაცები მოგვეკითხება და ამ ყველაფერზე პასუხის გება მოგვიწევს და აი ესეთი რაღაცები კიდე დაგვეხმარება იმაში რომ ჩვენ ვიღაი თუნდაც ერთ ადამიანი ხა წეღან რო დარეკეთ თქვენ ხეიბარი ვარო და არასოდეს არ ტოვებო თქვენ გადაცემას და რომ მიკითხავთო ჩემთვის ყველაფერიაო იგო ხო მარტო ეს რამდენ სიკეთეს ნიშნავს ხო წარმოიდგინე და მადლობა ამისათვის ანუ რაღაცა გაუკეთებია ხო ამ ტელევიზიას რაღაცა კი არა უდიდესი რამ არის ეს და მადლობა ამისათვის რა თქმა უნდა იმ ამ ტელევიზიის მესვეურებს რომ ესეთ საქმეებს ხელს უწყობენ ზარი არის ეთერში თუ შეიძლება და ეკლესიის თემას არ გავცდეთ დიახ გისმენთ ალო გისმენთ ალო გიორგი დიახ თქვენზე ძალიან ბევრი რამე სმენია ხო და მე თვითონ 11 რისკში 11 თებერვალს გისმენდი თქვენ ძალიან ცუდად ვიყავი და თქვენ სიტყვა ისე იმოქმედა რაღაცნაირი ისეთი იმპულსი მივიღე მაპატიეთ მეორდება მანქანიდან გელაპარაკებით და იქნებ დაუწიე თვითონ იმას რადიოს და მანქანიდან გელაპარაკებით და უკვე აღარ მესმის ხმა და აი მაგიტომ ხდება ერთი სიტყვით მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენი და რაღაცნაირად ისეთი ენერგია ვიძენით ვაი შემოგევლეთ არ ვიცი სიკეთე იყო თუ რა იყო აი მართლა კარგად გავხდი მე მართალი ეკლესიურად ვერ ვწოვრო აი თქვენნაირი მამო რო იყოს იმასთან დიდი სიამოვნებით აი აუ ძალიან დიდი მადლობა რა უღრმესი მადლობა თქვენ რომ აი იმხელად ძალიან დიდი მადლობა აღა დადებითი ეხა ილიაც მეუბნებოდა ჩემ პროდიუსერი ვინც არის რომ იმდენად წინათ რომ გავაკეთე ეს ის რომ იმდენად ბევრი ხალხის გამოხმაურება იყო რომ აი თქვენაირი ადამიანები ქმნიან მე თვითონ არაფერი არ მე ხო ვიცი მე თვითონ მარტო რო რჩები რა ვარ არც არაფერი არ ვარ კი არა ძალიან ცუდი შეიძლება და ცოდვილი და რაღაცა ეხა არ მიყვარს ხო ეს დემონსტრირება რომ იმაშვებიან ხო მე ცოდვილი ვარ რაღაც მე თვითონ ეგეთი მაგარი ვერ ვარ რომ არა თქვენ რა აი ამას გეტყვით პირდაპირ რა იმიტომ რომ თქვენ შემქმენით მე თლიანად ამ ტელევიზიამაც და იმ ადამიანებმა ვინც აიხაი თქვენ ზარს მე არაფერი არ მიჩვენია აბსოლუტურად ამ ქვეყნად არც ერთი აი ვის უნდა მისცე რამდენი ისა რა ქვია თანამდებობა ან თანხა რომ აი ამ ზარს ერჩინოს რა და აი ღმერთმა შემაძლებინოს რომ ღირსეულად დამატევინოს ეს და აი თქვენაირ ადამიანებთან აი ესე
მთელი ცხოვრება წამაყვანილოს უღრმესი მადლობა და ეს ეხა ჩემგან შეიძლება არ იყო იქ მოძღვარი იყო იქ რაღაცა და აუცილებლად ეს მოქმედებს ხოლმე და აი ეს კეთდება აქ და დიდი მადლობა ამისათვის რა მე კი იმას კი არ ვამბობ რაღაცნაირად აი ჩემ თავს კი არ ვიქებ უბრალოდ თვითონ სიტუაციას ვაქებ რომ ალბათ ესეა საჭირო და უღრმესი მადლობა თქვენ რა ეხა წეგან ეხა ადამიანი რო რეკავ ეხა მანქანიდან და რაღაცა და ეს რაღაცას მეუნები ჩემთვის იმხელა სტიმულია უბრალოდ იმხელა რომ თქვენ არ იცით რა უღრმესი მადლობა ძალიან და რა ვიცი ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს იკეთეს და თუ ჩემი თავი დაგჭირდათ ინტერნეტში იმაში ყველგან შეგიძლიათ მომძებნოთ და ყოველთვის ჩათვალეთ რომ ჩემი სახით ყავს მეგობარი რომელიც აი მე ისე არ მეყვარს ლაპარაკი აქედან მარტო იმიტომ რომ ფიზიკურადაც შემიძლია რომ დაგეხმაროთ ყველას ადამიანურად იმიტომ რაც შემიძლია რა თქმა უნდა ფარგლებში და ბედნიერი ვარ მე რომ ის ადამიანები ვინც ახლა ჩვენთან იყვნენ ხოლმე ჯერ მარტო რაღის მამა თეიმურას ქორიძე მამა აკაკის იმ მამების ვინც გარდაცვლილი არიან და მამა ანტონ გულიაშვილის იმ ადამიანების ეთერების ქონა რაც აქ ჩაიწერა ამ ტელევიზიის არქივი არის ყველაზე მდიდარი არქივი მე მგონი რაც კი ჩემთვის ყველაზე მდიდრული არის იმიტომ რომ ამ ადამიანების ეს იყვნენ საქართველოს ეკლესიის კი არა თვითონ საქართველოს ამინს ქმნიდნენ ეს ადამიანები მამა აკაკიდან მოყოლებული რამდენი არ არსებობს სასულიერო პირი რომელიც აი მამა ვახტანგ ასათიანი და ბევრი უამრავი ადამიანი რომელიც უამრავი საათი გამაჩნია მე პირადად ჩანაწერი და სხვას არა და მადლობა ამისათვის ამ ტელევიზიას და იმ ადამიანებს ვინც გვერდში მიდგა ხართ რა იცით რა მხელა სტიმულია ჩემთვის და თითოეული თქვენი ეს სიტყვა წარმოიდგინეთ წეგან ხეიბარმა დარეკა მე ადამიანმა დარეკა რომ არ მქონდაო იმის ნერვიო რომ კარგად ყოფილიყავიო და ორი სიტყვა თქვიო და კარგად გავხდიო ხა აი ამაზე მეტი რამე შეიძლება რომ იყოს ამ ქვეყნან და აი გეხვეწებით ჩვენი ცხოვრება ესე წამოვწიოთ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი გახდეს ჩვენთვის ერთმანეთისადმი რაღაცა მოფერება და კარგის თქმა ვიდრე რაღაცა იქ რაღაცა ერთმანეთის ცოდვების ქილიკი ჩაჯდომა წამოწევა ერთმანეთის ზიზღი და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ღმერთს გვაშორებს და ის გვაახლოვებს რომ აი ესეთი თითო ზარი წარმოიდგინეთ ეს არის როგორი რაღაცაა იცით რომ აი პირდაპირ ღმერთს რო ესმის რომ აი თურმე აი ნახეთ რა გაკეთდა და მაგიტომაც არის ხშირად მიკვირს ხოლმე რომ რითი არსებობს საერთოდ ან ეს ტელევიზია ან ეს ადამიანები მაგრამ აი ამით არსებობენ რა ეს ერთმანეთის თანადგომით მე ღმერთი ჩვენ გვაერთიანებს და რაღაცნაირად ღმერთი რო ხედავს რომ ჩვენ ვიღაცისათვის საჭირო სიტყვას ვიტყვით ყოველთვის ვიქნებით რა შეიძლება რაღაც ტელევიზია წამოვიდეს რაღაცის წამოვიდეს იყვნენ კარგად წამოიწიონ ღმერთმა ქნას ყველა კარგად იყოს მაგრამ სურო იყო ძალიან რთულია და თან სურო ესე ამდენი მსმენელი და ამდენი ადამიანი ყავდეს თან კეთილის მყოფელი რა როგორი მაგარი სიტყვა თუ შეიძლება ზარია კიდე ვალოდინე დიდხანს ბოდიშ გიხდით გისმენთ ეთერში რო შემოგევლე დიახ ეთერში ბრძანდებით ხო აი გიორგი აი ძალიან გვიყვარხართ აი მე და ჩემი შვილი სულ გიყვარებთ შემოგევლეთ აი კეთილი სულის ადამიანი ხარ ძალიან დიდი მადლობა როგორი მამოები მოგყავს აი როგორი საყვარლად საუბრებენ როგორი კეთილები როგორი კარგი ადამიანები როგორი დასწავლები როგორი განათლებულები არიან აი არ ვიცი პირდაპირ რა თან ჩვენთან რაღაც სხვანაირად იხსნებიან ისე გვიყვარხართ აი სულ თქვენ გიყვარებთ და აი ყოველთვის არ ვიცი რა, აი ძალიან კარგად ხვდებით თქვენ რომ გეყურებთ. უდიდესი მადლობა თქვენ და თქვენ შვილს. ძალიან დიდი მადლობა. როგორი კეთილი ადამიანი ხართ თქვენ. დიდი მადლობა თქვენით აბსოლუტურად. გაიხარე, აი შენ დედა გაიხაროს რომ ეგეთი შვილი ხარ. მადლობა, ძალიან დიდი. სხვათა შორის, აი ხო იცით, რასაც ჩასდახეფო ის ამოდის, აი თქვენ რაც ჩადეთ ჩემში, აი ეს ადამიანები ჩემს ირგული ხართ, ეხა თქვენ მიმაჩნი ხართ ჩემად. აი შეიძლება ისე არ გიცნობთ, მაგრამ აი სულის კავშირს ხო გძნობ, რომ ჩემიანი ხართ თქვენ და ისე მიხარია, რომ აი ესეთი ადამიანები არსებობენ, რომ ვამბობ ხოლმე, რომ აი თქვენაირი ხალხი რომ შემხვდება, რომ ხანახან ხო იცით ადამიანის სასწრაფოთას მიეცემი, რომ აი საქართველოში არაფერი არ ხდება, არ ფასდება ეს უცოდ თქვენაირი ადამიანს გამოგიჩენს ღმერთი და ამბობ რომ არა აი თურმე აი ესე ყოფილა და თქვენაირი ადამიანი იცით ვის უნდა შეხვდეს და აი ის ხალხი ვინც ეკლესიურები ხართ მართლა ისეთი რომ სხვა ადამიანში სტიმულს აღძრავთ რომ იცოცხლოს წინ წამოწიოთ ხო იცით ვის უნდა შეხვდნენ თქვენაირი ხალხი აი უცხოეთში რომ ედის ვიღაცა იმაში აი სასოწაკვეთილი რო არის რაღაცა რომ აქ დატოვონ რა ყოველთვის აი ყველას მოეფერეთ წამსვლელს არ წამსვლელს წეგან დღეს შემხვდა
წარმოიდგინეთ დღეს შემხვდა ადამიანი რომელიც აი რაღაცა ჯარიმებს წერდა რა და გავაჩერდა ერთ სათხოარი მაქვს მეთქი რაღაც გამომხედა და რა სათხოარი გაქვსო და მეუთხარი აი გეხვეწები მეთქი აი ვიღაცა გაჭირებული ისეთ მანქანას რამეს რო ნახავ მეთქი ჯარიმ არ დაუწერო თქო რა გთხოვ თქო რა და რატო აი რაღაცა გაუკვირდა კიდევაც ამას ვთხოვდი რა და აი მეთქი აი შენმა ერთმა საქციელმა შეიძლება ეს ადამიანი სასუწაკვეთილი არის და სადღაც დატოვო საქართველოში ან აი მაგალითად ამბობდეს რომ დღეს აუ всё არა ქართველებს ჩვენ არ გვეშველება არაფერი და შენ რო გნახოს შენით ადიდო სხვა ადამიანები და სტიმული მიეცეს ცხოვრების გაგრძელებისა წარმოიდგინეთ რა აი ჩვენ ესეთები უნდა ვიყოთ სხვებისათვის ზარი არის ეთერში და შემოუშვა და აი ეს უნდა ვიყოთ ერთმანეთისათვის ადრე აი საქართველოში დაბადებული ადამიანი იყოს სულ ესეთი ერთმანეთისათვის ზრუნველი გაჭირვება არაფერი შეიძლება არ ქონდა მაგრამ იმ არაფერშიც მაინც ერთმანეთზე ვფიქრობდით რა და დღეს შეიძლება ყველაფერი ქონდეს და ერთმანეთი არ გვადარდებდეს. აი ეგ არის პრობლემა, წარმოიდგინე და ზარი არის ეთერში და ჩვენ გავაგრძელოთ კიდე საუბარი თუ შეიძლება. დაღამოშვიდობისა. გამარჯობა, ჩემო გემი. ეხლა კი ვარ სიცხიანი წევარ და გიცნებ ჩვენ და. არის ადამიანების ურთიერთობაში მინდა რაღაცაზე სხვა და. დიახ. მეგრულად არის ასეთი გამოთქმა. მასი მიორდე გიორდე. თითქმა ვიცი დაჭირებული. ანუ ეს შენ მიყვარდე, შენ არ გიყვარდე. აი მაშინ იქნები მე გაჭირებული. შემოგე. ადამიანები ეს ყველა ურთიერთობას ეხება. დედაშვილი, დაძმის, folklores ადამიანები. აი ასე სიყვარული მინდა იყოს ყველა ჩვენი კაცი. დიდი მადლობა, შემოგევლეთ. უდიდესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ესეთი მაგრები რა და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ ესეთი რაღაცნაირად მართლა რაღაცნაირად სტიმულს ვაძლევთ ჩვენით აი ერთმანეთისათვის აი წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენ რო ვიცოდეთ რომ აი ღმერთმა რა რისთვის დაგბადა იცი აი არავინ ისე არავის არ შეხვდება და არავინ ისე არ დაიბადა რა ჩვენ აი ღმერთმა ყველა დაგბადა ერთმანეთისათვის და ერთმანეთის გასახარდა და დასახმარებლად აი ხა წარმოიდგინე ხა ღმერთის იდეა ჩვენი დაბადება ყველასი და თქვენ როგორ ფიქრობთ რომ აი მაგალითად თქვენ რომ მე სიტყვაზე დამიშაოთ რამე ამისთვის დაგბადა ღმერთმა რა თქმა უნდა ღმერთმა მაგისთვის არ დაგბადა ანუ ეს უბრალოდ შენი იდეაა და ბოროტის იდეა, რომელსაც ანხორციელებ, ხო შენ? თორე ღმერთმა დაგბადა რომ მე რო ცუდად ვარ დამეხმარო. ისოცოთ ჩვენ ერთმანეთისთვის დაგბადა. ეს იცოდეთ, გეხვეწებით, ეს შვილები ხართ, მშობლები ხართ, ნებისმიერი ვიღაცა, ხო? ჩვენ ვართ ერთმანეთისათვის გაჩენილი. გთხოვთ და ეს ყოველთვის გავითვალისწინოთ ხოლმე რომ იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ გვავიწყდება ჩვენისთვის გავჩნდი და საჭირო რო ვართ ეს გვავიწყდება და ყველაზე ცუდი რა არის, იცით მე აქ საჭირო რო ხარ ეგ რო გავიწყდება, მე სასუწაკვეთაში ვარდები და ბოლოს სუიციდამდე მიდის ადამიანი, იმიტომ რომ ეშმაკი გაჯერებს, რომ შენ არავის არ ჭირდები. შენ ესეთი ხარ, იმან დაგიშავა, ამან იმედი გაგიცურო, ამან ის და ბოლოს მიდიხარ იმ დონეზე, რომ შეიძლება თავი მოგაკვლევინოს. წარმოიდგინეთ. აი ამ შიდა ბოროტ ხმებს არ აყვეთ, იცოდეთ, გეხვეწებით, იმიტომ რომ აი გამოცდილებიდან ბევრი ადამიანისაგან მისმენია, ბევრი მოძღვრისაგან გამიგია, რომ აი ეს შიდა ეს რომ გაჯერებთ, რომ შენ არავის არ ჭირდები, ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ ყველაზე მაგარი და ყველაზე დიდი ვინც არის, მას ჭირდები ღმერთს, თორე არ გაგაჩენდა. ეს პირდაპირ შენ როცა გონია რომ შენ არავის არ ჭირდები, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა გაგაჩინა და ღმერთს გმობ, რომ შენ ღმერთს არ ჭირდებოდ. პირიქით ღმერთს რო ჭირდები, მაგისთვის გაჩნდი და ყოველი გაჭირვებისას ეს გვახსოვდეს ჩვენ. გეხვეწებით, აი ეს ყოველთვის აი ღმერთს ჭირდები, აი ეს შთააგონეთ თქვენ თავს, რომ შემდგომში უფრო მეტი სტიმული გქონდეთ სიცოცხლისა და არსებობისა და ცხონებისა, რაც თავარია და ზარია ეთერში კიდე შემოუშვათ. ვალოდინებ ხოლმე ძალიან დიდხან ზარეს, ბოდიში ვიხდი და გისმენთ? გისმენთ? დიახ. ვალოდინებ ძალიან ზარეს, ბოდიში ვიხდი და გისმენთ? სამწუხაროდ ჩვენ და მე მგონი ისმეს იმას და ხმა ისმის პირიქით გისმენთ გაითიშა სამწუხაროდ ჩვენ და იმიტომ რომ ტელევიზორთან როცა ხართ ახლოს და რო იმაშვებით ყურმზე რო რეკავთ ის გამოდის ის ხმა და შემდგომ ეს გიშლით ხელს და ამიტომ შეეცადეთ რომ აი ზარია ისევ გამეორდა გისმენთ და გამარჯობა გი გამარჯობათ გი ასეთი შეკითხვა მინდა დაგესვა დიახ ხომ შეიძლება რომ დრო გავა
მამა აკაკი წმინდანად აღიარონ. რას ქვია ჩვენთან ვაღიაროთ? ჩვენ ყველგან წმინდანად აღიარონ. უცბად უკაცრავ სხვაგან წავედი. მამა აკაკი აღიარება რა თუნდა, მამა აკაკი სიცოცხლეშივე წმინდანი იყო, ეს იყო უდიდესი ადამიანი, ეს მამა აკაკის ქონდა იმდენი ადამიანის სული გადარჩენილი ყავდა, რომ მისი სული როგორი გადარჩენილია, იცი, ამ ქვეყნათვე მამები თვითონაც ამბობდნენ, რომ სულ მზად იყო ის გასლისთვის. უბრალოდ ენანებოდა ღმერთს ჩვენი დატოვება ესე რაღაცნაირად რომ დაგვაობლა მართლა მამა აკაკის გასვლას თორე რა თქმა უნდა მაგაზე ორი აზრი არ არის და რა თქმა უნდა ის არის ძალიან დიდი წმინდა მამა რომელიც წარმოიდგინეთ მე მივედი მის საფლად ჩემი დაბადების დღე იყო 23 იანვარს რა მამა აკაკი რომ გარდაცვლილი და 40 რო უწევს მე დაბადების დღე ჯერ ისედაც არ მიყვარს ხოლმე იმდენად გადახდა მაგრამ როგორ უნდა გადამეხადა ხო და რა თქმა უნდა მივედი რომ მამა აკაკისთან მეთქი აი ყველაზე ძალიან ვინც მიყვარს იმ ადამიანთან მივედი ფაქტიურად იმიტომ რომ იმ წამს გარდაცვლილი იყო და ყველაზე მეტი მქონდა მამა აკაკიზე ნაფიქრი მივედი მამა აკაკისთან და წარმოიდგინეთ ქალბატონი ლუდმილა მეუღლე მობრძანდება რა არ დამავიწყდება ცხოვრებაში და სკვნილი უჭირავს მამა აკაკის და როგორ არის იცით რომ იქ მთელი 24 საათის მანძილზე ქალბატონი ლუდმილა მიდის ხოლმე როდის მიდის მოდის ვერ დაემთხვევი ჯერ მე ადამიანი ყოველდღე მიდის და მე ჯერ არ მინახავს ესე იმათ იმ წამს მოსული წარმოიდგინეთ მოვიდა და მამა აკაკის სახელზე მამა აკაკის ნაქონის რაც გარდაიცვალა იმის მერე ამ სკვნილს ვეძებდიო და მამა აკაკის სახელზეო მინდაო რომ გაჩუქო წარმოიდგინეთ რა საჩუქარი მომიტანა იქვე წარმოიდგინეთ მისი მეუღლის ფოფოდიას მართლა არაჩვეულებრივი უდიდესი ადამიანი მისი ხელით აი მეტი წმინდანობა რაღა გინდა რომ ამდენი ადამიანის ტკივილი და აუ ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისათვის იმიტომ რომ მე ვიტყვი ერთ რაღაცას რა მამა აკაკი რომ გარდაიცვალა რას ფიქრობდი იცი რომ უამრავი ადამიანი იყო არ ვიცი 1000 ადამიანი მოვიდა მამა აკაკის სამძიმარზე და დასაფლავებაზე და ამიგით ას ფიქრობდი იცი რომ ეხლა რამდენ ადამიანს უნდა რომ სიტყვაზე ესი ამდენი გულშემატკივარი და ამდენ ადამიანს შეტკიოდეს გული ხო წარმოიდგინე და როგორ იცხოვრა ამ ადამიანმა რომ აი ამ ხელა ცრემლი და ამ ხელა ის წაიღო და რა გვაცხონებს ხო ეს გვაცხონებს რომ ამდენი ადამიანის ტკივილი წარმოიდგინეთ რომელიც მამა აკაკის გაყვა და ღმერთი ხო უყურებს რომ ამის გამო ამდენი ადამიანი წუხს ხო წარმოიდგინეთ აი ესეთი რაღაცა და აი ღმერთს თხოვ რომ ყველასა განგვაცდებინოს ის სიყვარული და იცი რატო აი ეხლა თან ფიქრობდი რომ აი რატო განა მარტო იმიტომ რომ მამა აკაკი მღვდელი რო იყო და ამდენ ადამიანს ეხმარებოდა თვითონ პიროვნება როგორი იყო იცით აუგი არ შეეძლო სხვაზე ეთქვა ჩვენ აბა გადავხედოთ უბრალოდ წარმოიდგინეთ ერთი ადამიანი არისო რომ მოსულიყოს და აი მე ნაწყენი ვიყავი მამა აკაკიზე რაღაცა არ არსებობდა ეგეთი ადამიანი წარმოიდგინეთ ადამიანმა ამდენი ათეულობით წელი იცხოვრა და ერთი ნაწყენი ადამიანი არ ყავდა აი როგორ უნდა ვიცხოვრო და რა არის მაგალითი რომ ადამიანი რო გარდაიცვლები ჩვენ ხო იმისათვის მოვდივართ რომ ცხონდეთ ხო საბოლოოდ და მართლა იმიტომ გავშვით და სამწუხაროდ ცოდებს იმიტომ ვიდნეთ რომ გავიწყდება რისთვის გავჩდით ხო და წარმოიდგინე ხა როგორ იცხოვრა ადამიანმა რომ როგორ იცხოვრა რომ ამდენი ადამიანის ცრემლი აიტანა ნუ თუ ეს არ დაფასდება ეხლა ხო წარმოიდგინე და რა ბედნიერებაა და აი ჩვენ რო აი თითოეული ადამიანის წენინებისას თითოეული ადამიანის გამეტებისას იმისას უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ რომ ის ჩვენ მოწინააღმდეგეთ არ უნდა ვაქციოთ რაც არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ რის გამოც მე თქვენ გაწყენინებთ ყველაფერი არის ამ ქვეყნიური პირადი ეგოიზმია პირადი ამპარტავნება და პირადი ამბიციებია და ეს ყველაფერი აქ რჩება და ან თუ მოხდი ჯოჯოხეთში გაყვება იქ თან ესეთი ამპარტავანი და ის კი არ იქნები საცოდავი იქნები რომელსაც არაფერი არ შეგეძლება ამიტომ უნდა მოხდეთ ზეცაში რომ შეგვეძლოს ჩვენ კიდე იქიდანაც ხვისი დახმარება წარმოიდგინეთ ზეციდან ზეცაში მყოფი ადამიანი აი აქაც ეხმარება სხვას ანუ არ კვდები კიდე რჩები და აი ეს წმინდანები ზეცაში არიან აი ეგეთი უნდა იყო რა რომ ზეცაში წაიღო შენი განაკეთები და როცა შურია შენში ბოღმა ამპარტავნება და ასე შემდეგ ვერანაირად ვეღარ დაეხმარები მე სხვას იმიტომ რომ შენ თვითონ გაგიჭირდება შენი თავი ისევე იმაში რა ქვია ჯოჯოხეთში არავის არ უსურვებ აი იქ მოხვედრას თუმცა ზარი არის მოვაპატიეთ გალოდინებთ ხოლმე
დიახ, გისმენთ? ალო, მოგესალმებით, ბატონო გიორგი. გამარჯობა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან კარგი გადაცემები გაქვთ და მოუწმენლადველი ყოველთვის თქვენს გადაცემებს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უწვნით ამას ღმერთს სულიერებას, დასავარია და ადამიანისათვის ხვალინდელი და მომავლის იმედს საერთოდ. შემოგეუბნებით. და რა შეეხება აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენ, აი ღმერთის მოიმედებაზე. მე გელაპარაკებით 30 წელია უსინათლო ადამიანი, რომელმაც აფხაზეთში დავკარგე ორივე თვალი და ღმერთის იმედმა გადამარჩინა და მოვიყვანა დღევანდელ დღემდე. 30 წელია, როგორც მოგახსენეთ. ყოველთვის მქონდა ღმერთის იმედი, მაქვს და მექნება მომავალში. დიდი მადლობა და გეხვეწები ერთ კითხვას დაგისვამთ. ბატონო გიორგი, ხო, ეთერს გარეთ რომ დამიკავშირდეთ ანდა ეს ყოველთვის მინდოდა თქვენთან გასაუბრება, იმიტომ რომ თქვენ ხართ ქრისტიანი და კარგი ადამიანი. მადლობა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. ერთ კითხვას დაგისვამთ, აი თუ შეიძლება რა, რომ დავეხმაროთ. ალო? სამწუხაროდ გაითიშა. მინდოდა რომ დამესვა კიდე ერთი კითხვა და აი წარმოგიდგენ როგორი ადამიანები რეკავენ რა 30 წელი უსინათლოა და ბედნიერია წარმოიდგინეთ აი და ჩვენ ამდენ რაღაცას ვერ ვამჩნევთ რამდენად ბედნიერები ვარ თუნდაც რომ გაგვითენთ თუნდაც რომ ლაპარაკობთ თუნდაც რომ რაღაცა ნების შეიძლება პრობლემაში ხარ, მაგრამ თუნდაც აი პრობლემაში რომ რაღაცა იმაშვები, რა ქვია, შფოთია თუ რაც არის, ხო? შენ რო იქ საჭირო ხარ, ხო? აი ამ ყველაფერს დაფასება უნდა, რა. აი წარმოგიდგენთ 30 წელიაო, სინათლე არ მინახიაო. წარმოიდგინე, იქამდე კიდე რამდენ ტკივილს ნახავდა ომებში და ის გამოვიარეო, ხო? და ეს ადამიანი დღეს რეკავს და ამბობს, რომ ბედნიერი ვარ. და როგორ შეიძლება რომ ჩვენ ახლა რომელიმე სადმე სადღაც დავიწუწუნოთ რამეს აი ეგრე ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ხდება აი რაღაცა ადამიანი ხო იცით მიდის ხოლმე ხანდახან იტვირთები ადამიანი და ეს განტვირთვა გინდა და აი სასუწაკვეთა მოდის ბოროტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ შენ იმედი დაკარგო იმედი რა ღმერთი რო დაგაკარგინოს რომ დაგაგმობინოს რომ მე ისევე იმ ღმერთთან ვერ მოხვდე ხო და არასოდეს ჩვენ აი წარმოიდგინეთ 30 წელი რომ ადამიანი უსინათლო არის და კიდე რომ აი ამ იმაში არის ღვთის დიდებაშია და როგორ მიყვის ხოლმე ქართველი ადამიანი და მართლმადიდებლობა იმიტომ არის ძალიან მაგარი რომ აი რამდენი ადამიანია რამოდენიმე შვილი ყავს გარდაცვლილი რამოდენიმე პრობლემა ეტლში მიჯაჭული ვერსად ვერ ნახავ იმას რასაც მართლმადიდებლ ჩვენ ეკლესიაში ნახავ რა და აი ეს ადამიანები მოდიან და ამ ყველაფერი ტკივილის მერე რაც ბოროტმა მიაყენა ძალიან მაგრა იმისათვის რომ ღმერთი დაგმონ მოდიან და მაინც ღმერთს ადიდებენ ესე იგი ვერ მოერიათ ამდენი შიმშილი ამდენი პრობლემა ამდენი ტკივილი რეკავენ და ამბობენ რომ აი ჩვენთვის ეს არის მთავარი ჩვენთვის ღმერთი აი მადლობა ძალიან დიდი და ზარი არის ეთერში თუ შეიძლება გისმენთ გისმენთ ალო, გამარჯობა გიორგი. გამარჯობათ. უყურებ ხშირად ამ თქვენ გადაცემას და როგორ ხმებით, მარტონა კი არა, ძალიან ბევრი. მართლა ძალიან. აუ დიდი მადლობა, ძალიან დიდი. რაგემრიელი ადამიანი ხარ, აი კარგი კაცი ხარ. იმიტომ ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ აი ბევრ ხალხს თვალს უხელ, აი მე პირადად და ჩემნაირი რამდენი კი. აი თვალს უხელ უბრალოდ. აი რა ლამაზი ფონი გაქვს, აი უკადე გემრიელი ფონი. ხო, ეს საოცარი. ამაოები, ბავშვები, შეყვე, აი დიდი მადლობა. აი მასე ბედნიერება რა. ღმერთის პარადი ხარე და გაიხარე. ძალიან დიდი მადლობა. ხალხის გვერდში დგომისთვის. მადლობა თქვენ. ოქროკაცი ხარ, ოქროკაცი. დიდი მადლობა თქვენ. რა, მადლობა, მეც მიყვარხართ. აი უღრმესი მადლობა აი ამ სიხარულისათვის, რასაც თქვენ მანიჭებთ ეხლა ჩემს სულ გძნობ ხოლმე, მაგრამ აი ეს არის ჩემთვის, იცით რა მხელა სტიმული, ეხლა თქვენი თითოეული აკრეფილი სიტყვა არის ჩემთვის, არის ძალიან დიდი ძალა და ღმერთმა შემაძლებინოს ის, რომ გემსახუროთ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩემი მთელი ცხოვრება მართლა გეუბნებით, რომ იმისათვის მინდა ვიცხოვრო, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ კარგად, იმიტომ რომ ამის გარდა არაფერი არ გაგვყვება ჩვენ ამ ქვეყნად, იმიტომ რომ ის ლანძღვა იქნება, ის განკითხვა იქნება, ის ვიღაცის ცუდად გამოჩენა იქნება თუ რაც იქნება. ეს ყველაფერი ოხრა დარჩება, ან ვინ ვის ებძვის. რა დრო შენი ამბიციების ტკიცება, მოდი რა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში, აი საქართველოს მართლა აი წარმოიდგინე გაჭიროებაში უფრო მაგარი ტიპები ვართ.
ვიდრე კარგად რო ვარ თხოვნე და რატო შედალოცილო ხო შეიძლება რომ კარგად რო ხარ უფრო მაგარი შესაძლებლობები გაქვს და უფრო ბევრი გააკეთო ხო მაგრამ არა რაღაცნაირად აი მაინც და მაინც ომი და ერთმანეთის ის როცა ის არის რაღაცა ტკივილია მაშინ უფრო ის და რატო სიხარულშიც კარგები ვიყოთ ხო მით უმეტეს ხო ღმერთმა რაღაცა მოგცა და აი ამ სიხარულში რაღაცა სხვას გაუზიარე სხვასთან იმას ქენი ხო გაიზიარე და რაღაცნაირად გაიხარე არა რაღაცნაირად ჩვენ რაღაცნაირად ისეთი ხალხი ვართ რომ სულ ყველა ცდილობს რომ აი ვიღაცა ჩაიძირა აღარავის აღარ ჭირდება რაღაც არა პირიქით შეიძლება ერთმა თქვენმა ზარმა იცით რამდენი ადამიანი ხა მე როგორც მახარებთ ხო იცით რამდენი ადამიანი შეიძლება იმედი ჩაუსახოთ ერთხელ როგორ მახსოვს რომ ადამიანმა თავს ვიკლავდიო წარმოიდგინე და პატრიარქმა დამირეკა ყვება რა თუ ვიდეოც არის ეს და თან კაცი აღარ მახსოვს ამ ადამიანის სახელი და გვარი და ზარმა მიმაბრუნაო წარმოიდგინე ტელეფონი რო აიღო იმის მერე მაგასიზამ და წარმოიდგინე აი ეს არის ერთმა ზარმა საერთოდ შეცვალა ყველაფერი და გეხვეწებით და ჩვენ რო გონია რომ არავის არ ჭირდები სწორედ მაგიტომ ხდება აი შენ რო ფიქრობ რომ არავის არ ჭირდები მაგიტომ ხდება რომ შენ სიკეთე არ გააკეთო აი მაგას გაჯერეს ბოროტი. იცი რატო რომ შენ მაინც არავის არ ჭირდები და რა უნდა გააკეთო? არც იმას არ ჭირდები, ვისაც უნდა გაუკეთო და აღარ აკეთებ. და ჩვენ ამ დროს ღმერთს კარგავთ ამით, როცა სიკეთეს ვერ აკეთებ, ხო? ზარი არის ეთერში თუ შეიძლება? დიახ, საგამოძიებო. გამარჯობათ. გაიხარეთ. გაიხარეთ. მადლობა ვინა გამოხატეთ ტელევიზიაში. დიდი მადლობა, შემოგევლით. თქვენს ვიმართოთ, ოჯახის ხუბარი. შემოგევლით. უბრალოდ რა ფიქსირებული სამიზეში ეხლა ისეთ ადამიანებმა დაიკეთეს ტელევიზიაში ქალბატონი არ იყო ბიზური ქალბატონი როგორი მადლობა უსინათლო ადამიანმა ერთი ხეიბარი იყო ლოგინა ჩავარდნილი დიახ როგორი მადლობა გამოხატა ამ რასმინანი დიოქცი ყველაფერი რამდენი მართლმადიდებელი შეძლებულ ადამიანი ცხოვრობს საქართველოში რომლებიც შეიძლება ითქვას რომ არის ტელევიზიები რომლებიც როგორ რეკლამის სათავსები და რაღაც განკუთვნილებს მიღებენ და როგორ არ მიგებენ ნუ თუ არ კი არის მის კარგად აი უყურე როგორ კი არის შეიძლება რომ დაინტერესებდეს რომ ამ ტელევიზიისთვის რაღაცა გაიღონ ან თუნდაც რეკლამები განათავსონ და ელემენტარულად გააძლიერო რომ ეს ამდენი მართლმადიდებელი ადამიანი ნუ გიშტება გინდა არ გინა არა ისი ცუდი უნდა ილაპარაკო რაღაცა ინტრიგები უნდა დათესო რაღაცა რომ მერე იყოს ეს თელი ის მაგრამ არ გვინდა ამაზე მაგათ დიახ მაგათ განკითხვას კიდე ისიცით რა არის იქნება ხო არა განკითხვით არ ვამბობ არა მაგას კი არ ვამბობ არა მე რას გეუნებით იცით აი დრო გადის და მინდა რომ გითხრათ უბრალოდ რა იცით რომ აი იცით რა არის მაგ გაჭირვებაში იწვდება ოქრო რა სიმართლე გითხრათ რა კი მადლობა უფრო მართლა გეუნებით აი გეფიცებით დალხენილიც მინახია მე ბევრი ტელევიზია არის დალხენი მაგრამ ვერ აკეთებენ იმას რაც სიტყვაზე აი ამ ტელევიზიაში გაჭირვებისას კეთდება რა არა ეს ტელევიზია თავის დროზე როც არ უჭირდა იქი ძალიან ბევრს ეხმარებოდა ეგეც ვიცი მე კი ბატონო მაგრამ აი ხა ნახეთ აი ეს გაჭირვებაც არის გასაზრდელად იცით რა მაგარია ხო არის რაღაცა ტკივილი მაგრამ ელემენტარული კი საჭიროა მაგრამ ის რაღაცა ტკივილები გაყალიბებს ძალიან მაგარ პიროვნება და მაგარი არის მადლობა ღმერთს ეს რაღაცები რო არ იყოს ესეთი სიტყვა აქედან არ წამოვიდო და დამიჭერეთ რა ეს არის ხოლმე და ჩვენთვის ხდება ისევე ჩვენ გასაზრდელად რა სულიერი საზდო არის აი ზუსტად სულიერი საზდო არის ის გაჭირვება და ის ტკივილი რა დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისას თუმცა კაია რა თქმა უნდა თუ იქნება რაღაცა ისა მაგის ის არ არის მაგრამ მე პირადად ხელფასზე აქაც არასდროს არ მიმუშავია და არც ვიმუშავებ არსად თუ ესეც საქმეს ეხება ხოლმე რო იცოდე და მადლობელი ვარ ძალიან დიდი ღმერთის და ამ ტელევიზიის და იმ ადამიანებს ვინც ამის საშუალებას გვაძლევენ უღრმეს მადლობა მოგახსენებთ ყველას ისეთი ადამიანები ამაზე დიდი ხელფასი არ იქნება აი ამ ზარების მეტი რა აი ეს ზარი არის ყველაზე დიდი ხელფასი რომელიც არ ფასდება საერთოდ ადამიანი ლოგინათვალო ჩავარდნილიო და შენ გადაცემას ველოდებიო და უსინათლო ვარო და გლოცა აი ამაზე მეტი რა უნდა იყოს ხო დიდი მადლობა თქვენ ვინც ხარობ ჩვენ და ვინც
გვახარებთ აქეთ კიდე იმხელა სტიმული მომეცით რომ რა ვიცი და კიდე როცა იქნება თავისუფალი საათები მე აუცილებლად წავიყვან ხოლმე ესე ძარებს შემოუშვებ და ჩვენ პრობლემებს დავაფიქსირებ და რაღაცნაირად ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში. კარგად ზანდებოდ ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს არ ვინანებ ამ გადაცემას მიმყავს 2008 წლიდან და ერთ წუთსაც არ ვინანებ ეს გადაცემები რომ იყოს, იმიტომ რომ აი ამდენ ადამიანს ესეთ რაღაც საზდოს ღებულობს ამდენი ადამიანი, იმიტომ რომ აი ამ მოძღვრების ხელში რა თქმა უნდა და მადლობა იმ მოძღვრებს, ვინც მართლა მაგრამ იდგანან გვერდში, დიდი მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ, აუცილებლად დაგიბრუნდებით. იქ უკვე ორშაბათს ვეღარ ვიქნები სამწუხაროდ ჩვენ და იმიტომ რომ ის საათი შევისო, სამშაბათს საღამოს 8:30-ისათვის დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ამ ტელევიზიას, ილიას მინდა, ჩაჩიბაიას მართლა მადლობა უთხრა, ირმას და დათოს მინდა, იმიტომ რომ მათი დამსახურება დღეს აი აქ ეს დრო რო ეთმობა ეკლესიას და უღრმეს მადლობას მოვახსენებ, ყოველთვის ვეტყვი ამას, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ეს ადამიანები, რომ ვერ ხედავენ ვიღაცა რაღაცას უკეთებს და ჩვენ ძალიან ბევრი გაგვიკეთა. იმას რასაც ჩემში აქებდით, ამ ადამიანებმა წამოწიეს, რო იცოდეთ, იმიტომ რომ ჩემზე 10 ჯერ უფრო მეტი ნიჭიერი ადამიანები არსებობენ, მაგრამ შეიძლება სახში იყვნენ, მაგრამ ამ ადამიანებმა დაინახეს ეს ნიჭი, პატრიარქმა დაინახა და იმ სასულიერო პირებმა, ვინც გვერდში მიდგანან და აი იმიტომ ვარ დღეს აქ. დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ, ღმერთმა 1000-ად დაგიფასოთ ის ყველაფერი. მე გახდით გიორგი დარასელია და ბედნიერებას გისურვებთ. ყველას დიდი მადლობა. რა, აი ჩემს ტავს ზემოთ რო ბიჭები არაჩვეულებრივი ადამიანები. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ესე გვერდში მიდგა ხართ. მართლა რა, აი ჩემი ქეთს ვიხრი თქვენ წინაშე. მადლობას გიხდი და აი მადლიერების გზნობა არ დავკარგოთ, რაც თავარი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ამ ტელევიზიიდან წასულა და ილია მეონეო და ჩაჩიბაია მადლობასო ვინჩივისო ქუჩაში შემხედრიანო და არ მომსალმებიანო წარმოიდგინეთ. აქ გაიზარდნენ, ხო? უბრალოდ მე არ განკითხვას კი არ იმაშვები. უბრალოდ აი ამას თუ დაივიწყებთ, მე ჩვენ ადვილად ესე ვეღარ ვილაპარაკებთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, ეს ვართ, ის ვართ. უნდა გვახსოვდეს, საიდან როგორ მოვდივართ. კარგად ზანდებოდეთ, ძალიან დიდი ბოდიში სამწუხაროდ ჩემ და დრო ამოიწურა, თორე 3 საათს კიდე წავიყვანდი. ბედნიერებას გისურვებთ, ესეთი საათები აუცილებლად იქნება ხოლმე, სულ როცა იქნება რა თქმა უნდა დრო თავისუფალი აუცილებლად და იმ სამშაბათს დაგიბრუნდებით, აუცილებლად პატიმრებს განსაკუთრებით მოგიკითხავთ და კვირას განმეორდება ეს გადაცემები საღამოსათვის. კარგად ზანდებოდეთ დროებით. Thank you.